ჯაშუშური სკანდალი 2011 რუსეთს საქართველოს შორის 2010 წელს დაწყებული სკანდალი გრძელდება. ბრალდებები ამჯერად რუსეთის მხრიდან ისმის. დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ნაწილის ოფიცერი და ოფიცრის დედა საქართველოს სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდები დააკავეს. BBC-ს ცნობით ინფორმაცია ამის შესახებ უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გაავრცელა. უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოებმა ჯაშუშობის ფორმით სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეები დააკავეს. სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ნაწილის უფროსი ლეიტენანტი დავით რუსლანის ძე ალიევი, რომელიც ქართული სპეცსამსახურების დავალებით ოლქის ჯარებზე ინფორმაციას აგროვებდა, ასევე მისი დედა ირინა იაკოვლევის ასული ალიევა, რომელიც შვილის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ქართულ მხარეს გადასცემდა, ნათქვამია რუსეთის უშიშროების განცხადებაში. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაკავებულებს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულები ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან, მიმდინარეობს გამოძიება.